თბილისში ახალი მაგისტრალის შენდება ვაკე და საბურთალო ერთმანეთს კიდევ ერთი გზით დაუკავშირდება. მშენებლებმა პირველ რიგში ამ კომპლექსში შემავალი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს. გზა დაახლოებით მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაიწყება, გადაკვეთს მდინარე ვერეს ხეობას, გაივლის ბახტრიონისა და საბურთალოს ქუჩებს და თამარაშვილის ქუჩას შეუერთდება. პირველ ეტაპზე დაწყებულია გვირაბის მშენებლობა იყალთოს მთის ქვეშ. გვირაბის სიგრძე 204 მეტრია და მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პრაქტიკულად ყაზბეგის გამზირიდან 2-3 წუთში უკვე ადამიანი შეიძლება იყოს ჭავჭავაძის ცენტრში, გამოივლის რა გვირაბს და შემდეგ უკვე 2012-ში დაემატება ის ნაწილი, რომელიც უკვე დააკავშირებს ჭავჭავაძის ნაწილს. ამითი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გადატვირთული უბანი ვაკე და საბურთალო, რომელიც განაშენიანებულია მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ, დაახლოებით 20-30 წელიწადი პრაქტიკულად არანაირი ინფრასტრუქტურული სიახლე არ დაჭირდება, ანუ რაც არ უნდა გაიზარდოს მანქანების რაოდენობა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა აძლევს შესაძლებლობას შეუფერხებელი მოძრაობისთვის და ეს მნიშვნელოვანი ისევ მეორე სიახლე იქნება, ისევე როგორც უკვე 1 წელია და თითოეული თბილისელი გრძნობს აი ამ გზის სიკეთეს. ეს გვაძლევს საშუალებას რამდენიმე წუთში აღმოჩნდეთ ყაზბეგის გამზირიდან, ესე იგი საბურთალოს რეგიონიდან ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე. ინტენსივობა მოსალოდნელია ძალიან დიდი, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნილება ამ ორი რეგიონის დაკავშირებასთან დაკავშირებით